მეგობრებო, მივდივართ სკოლაში. დიდი დასვენებების შემდეგ და გამილა სკოლაში ეყიდა. ნახეთ როგორი კიკინები აქვს დღეს. როგორი ნაწნავები აქვს უფრო სწორედ. ისე მიდის ქაბატონი. ეს მინდოდა ფორმა ჩამეცვანო. კაბა, მაგრამ ვერ ჩავაცვი, იმიტომ რომ არც ისე ცხელა. სპორტი აქვს. ხო, ძალიან სასტიკი სიცხე არ არის დღეს, მაგრამ მაინც თბილა. ხვალეთ სითბო იქნება და მე ისე ფუჭდება ამინდი. სამწუხაროდ, მაგრამ არ ხუშავს. გვახარებს რომ 2 თვე გადარჩა და მე რა იქნება? დასვენებები. ზაფხული, ხო? მე ზაფხული. 2000 დღე. 2000 არა. მაგრამ ძალიან ბევრი მაინც. თითქმის 100. ხო. ძალიან ბევრი დღე დასვენება. მაგრამ 2000 არა. ამდილად 100. 100? 90 გამოდის ზაფხულის დღეები და კიდე 2 კვირა, ხო? აჰა. სექტემბრის 2 კვირები. რომ მეუბნებით ხოლმე დადე ვიდეოები. ვდებ, მაგრამ ნახვები რო არ არის. და შია საქმე. პატარა დიდი ზაფხულა. პატარა. რაში რო სავალ. გაისწორე, ხო? ალბათ ნასკი მისლის ამდა. გაისწორე მე კარგი? ალბათ. ხალესო? აჰა. ეს ისეთი მძიმე ჩანთა აქვს. ის ტიც აქვს და ლეპტოპი რომ მიგვაქვს ძალიან მძიმდება ჩანთა. მე მილენას ქეთინო წაიყვანს. მე კიდე წავალ რაღაცები და ვიყიდო ყველი, ჭადის ფილი მინდა. კიდე რა, წვანილი. პურით სავარაუდოდ და გავიქცევი. მე მილენას იცებ თმას გავუკეთებ და სკოლაში გავაცილებ. და პატარა ჯადუკეს გავუკეთებ ამ ქაბატეს უყარს ჭადები. და აქ სინიაკი გაქვს პატარა. აი აქ. ცოტა მტკივრად. ხო, რაღაცას მიარტყით ხო მაშინ. ასეთი ამბები შემოძვირფასება და წავედით სკოლაში მოკლედ ჩვენ. Hello. მე კატერინა ნასტექ смотрели ორი ბავშვი. კალკალდი ძალიან კალკალ. მოდი დაგიქნევ ხელსავალ თარიტირო. მოდი აბა. აი ზუსტად 20 წუთია გაიქეციდე მიყვალქალ. სავარაუდო გასაყვავილე გავგიჟდები. ხო წებიან გავგიჟდები. ой, ნაგერაცა, კაგრამ შევა. ვერასდროს ვერ ვახარებ ესე. აი რა კარგად ამწონდა. რაღაცები ხები. ბალახსაც ასხავე და კიდე უფრო გამწონდა ეს ბალახიც. გაზონი. მალე ხეებიც გამწონდება. და სილამაზე იქნება. ეს ლამაზია. ლამაზია. აი ზოგ ხეზე უკვე ფოთლებიც კი ჩანს თითქმის. ზოგი ერთებზე. ზოგებზე არა, ტონეტა. მგონი საინტერესოა. რა ოფისო. ფისუნია. შალმა კატამ გადაირბინაო, არ გვინდა ჩვენ პრობლემები გაიქეცი შორს. არ გვჯერა და არც არაფერი არ მოხდება. მიდიება ჩემში. შემოწყვიანო და ლამაზო გოგო. ეხო კარგად იქნები? ჭკვიანად ხო იქნები? შემოლამაზო. Переходный период, когда не знаешь, как и что. არა, ნუ ამ ხელა დასახლებაში რო სავანტყოფო არ არის და ტრანსპუნქტი არ არის, არ ვიცი, მე არ ზემოთ არ ქვემოთ. Травмпункте მაინც ხომ უნდა იყოს, იქ რა ხდება? Ну типа амбулатория, что такое, прибежал, что-то вот сделал и всё. Цимочка лулу. Уколы. Микаль, цимочку иди как ძალიან. ყვირის. ყვირის, რას ყვირის? აგე. ცემოჭკუ яно. ყვირის. ამ ხელას. და ერთი ყური სხვა ფერის რატო აქვს? აი ეს ყური. დაბარავთ. ვინ მოიფიქრა, იმან გააკეთა. სასაცილოები არის. მიდი აბა გაიქეცი. Куртка დავიხადე თუ ყოჩე ძალიან ბევრი. ჩემოჭკვიანი და ჯერფასო გოგო. არა მე აი დიზაინერი თუ გავხდები ეგეთებს. ეგეთებს არ გააკეთებ. მიდი აბა გაკვეცე ბევრი, მიყვარხარ. შემოსიცოცხლე.
ხვალე ჯერ კიდე კარგია მინდია და მე რეზერვ უკვე ფუჭდება. ხვალ არა. უკვე ხვალ. არა, მე მიწერია რომ ხვალ კარგია მინდია. არა, შაბათს ეგრე ეწერა, მაგრამ დღეს რომ ნახე ეგრე ეწერა. მიდი დაგიქნევა ივრიდან ხელს. გაკოცე. ჩიტები ჭიქჭიქებენ წეღან აი აქ ჩვენთან გარეთ ჯერ საყვავილი დავკიდეთ, მაგრამ მიწარდა ჩავყარე. ჭრედები იჭდა. კარგადი. ჭკვიანად. ჭრედები გვეჭდა აქ, მაგრამ მე გაფრინდა, შიგ ჩავიხედეთ და არაფერი არ არის. გვეგონა იქნება ბუდე გააკეთაო და არაფერი არ არის ჯერ. ნახოთ იქნება მართლა ჩავარგოთ რაღაცა. გამიგვიანდა სადინი. მაგრამ ეს ვერაფერს ვერ იზაო. და ეჭქარო. ისეთი კარგი ყველი ვიყიდე ჩვენთან ხილბოსტანში, ისეთი კარგი რომ რა ვიცი. რატომაც ვიებერგით. ჭადებს გამოვაცხობი ხა ძალიან სწრაფად. ჭადის ქვიდით დავიწყდა. რა უშავს იმედი ახლა გვეყოფა და თუ კამილას გვეყოფა, კამილას პრინციპში გვეყოფა. გვეყოფა კი, უფრო სუპერ მეგონა. ეს რა მეყოფა. სუპერმარკეტი მეყოფა. ერთი მწიხვისო და თორე მე ცუდი კი მოაქვს ხოლმე. ცოტა კიდე მარილი. და შევურიოთ. ვექნება კაკალი ლობიო, მწონილებში, სუნელებში და ხახვი ზეთი. გემრიელი ხოლმე. და კიდე წითელ ღვინოს თუ მიატანთ, მთლად სუპერ-პუპერ გამოვა. მთლად საკმარისი არის ეს ქვილი. კამილა ისე არსად არჯამს რა ქვია ჭადებს როგორც გიული ბებოსთან, ჩემი დის დედამთილთან. აი არ ვიცი რატო იქ ჭამს. მეტყობა სხვანაირად აკეთებს გიული ბებო, არ ვიცი. აი ეს ჩაიდანის, აი რამდენსაც მე ამას ვხეხავ, ისევ გასახეხია. ქურაზე როდებს ეშხეფება მაინც ზეთის წვეთები და ალბათ მაგიტო. გორიცნელი ყოფილა მის შაზილვა.
ვითომ წყალი არ უნდა, მაგრამ სინამდვილეში იმდენ წყალს იღებს. ირაკლი დღეს ნიქსარი დალიე? ნიქსარი დალიე დღეს? ხო. მერე? ვაიმე მე თითქოს მიშველა. გუშინდელთან შედარებით კი უკეთესად ვარ. მეგობრებობა, სადე თქვენს ნიქსარი თუ ალერგია თუ გაწუხებთ? იქნება გიშველოთ. კიდე მგონია რომ ცოტა კიდე და ამას გასახებად დავდებ. გამახსენდება რომ უნდა გავსწორდი და მე ვსწორდები მარტო. ირაკლი თვები შემაჭრა ცოტა. მგონი კარგია. ბოლოები ძალიან ცუდად მქონდა. ანელი სამჭირდება ახლა ოდიოსთვის.
გაჭრი ხამწვანელს. ხახვი ნიორი. ზეთის მენელები. მეტი არაფერი არ არის. უკვე აღარ მინდა ისეთი ძალიან მძიმე საჭმელები ყოველდღე. რამე ლაითი მინდა ხოლმე და ვცდილობ რომ რაღაცები მოვიფიქრო. ოღონდ იქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რაც ბავშვებს უყვართ ახლა. რად ისეთებს ვერ გავაკეთებ, რასაც ბავშვები არ ჭამენ. მილენას უყვარს ორიო, კამილას უყვარს ჭადი. ორივე ერთად უხდება ერთმანეთს. ასე რომ იყოს ეგრე. მეგობრებო, დამილაიქეთ ხოლმე და დამიკომენტარეთ ვიდეო აუცილებლად. რომ ვიცოდე, რომ ნამდვილად მოგწონთ ჩემი ვიდეოები. და მეუბნებით ხოლმე, რომ YouTube-ს მარტო შენს გამოვუყურებო. აბა მაგრძნობინეთ მაშინ. ძალიან მიხარია ასეთ კომენტარები რომ ესმის ხოლმე. დამაგვიანდეს სადილი თორე დამჩნენ დედამთილები სადილის გარეშე. წამებზე არიან და სადილს ვერ აცდენენ. გუშინ კი ვიყიდე 1 კილოზე მეტი, მაგრამ პრინციპში არ აუშავს ხახვი მე მალე მიმთავრდება, იმიტომ რომ მეც ძალიან მიყვარს. ასე რომ ეგ არაფერი. ეხლა მინდა ვნახო ბარე, მამ გახსენებაზე გუშინდელი ნაყინი როგორ გამომივიდა. აბა ვნახოთ. გამომივიდა ლაიფხაკი თუ არა. სანამ ამას დავჭრი. ეს გადავყარო თორე ნერვებს მიშლის ნაგავი ხოლმე ცხვირის წინ. ეს ჩაიდანის ნერვებს მიშლის, ახლა გავხეხავ ამასაც, მაგრამ ჯერ ნაგავი მაინც გავჭირო და ის რაც არ გჭირდება. სადა პიურეც მაქვს დარჩენილი და გუშინდელი კვერცხის სალათა. ილენა რომ მოვა თუ არ მომდება შეჭამოს გუშინდელი სალათი. ხელებს ვიბა დღეში 1000 ჯერ ალბათ, არ ვიცი რა ამჩეს ასეთი. გონია რომ მარტო მემჭირს.
მით უმეტესად მაშინ როცა რაღაცას ვაცხობ ან ვაკეთებ სადილს, ხო, აი ყველა პროდუქტის მერე თითქმის არ ვიცი. მიყვარს ხალხიც, იოლიც და წვანილიც. და საერთოდ აი ახლანდების სეზონი მიყვარს ძალიან. კინდრი, პომიდორი, შემწვარი კარტოფილი. ახალი შემწვარი კარტოფილი დღეს ხილბოსტანში. ახალი შემწვარი კარტოფილი მეთქი. ახალი კარტოფილი პატარები. ხილბოსტანში კილო ღირდა 16 ლარი. 16 მეგობრებო. 16. Quali se unde çavuşot, an falan zek. An falan zek. Დღეს ახალი კარტოფილი ღირდა 16 ლარი. აჰა. და 16 ლარი გავგიშტირო. ავტოშკაში 16 ლარი. აბა. ჭამოს პური და всё. ისედაც 2 კვირა უთხრა ეს და მე შავ პურზე გადადიო. ჩემი აზრით. მე წოთვალები ხახვისგან. ცხელა აბარა მე დღეს შემოსასწრებში ვიყავ, შემოსასწრებშიც კი მსხელოდა. ხალხი სარაფნებში დადის უკვე. აი ესეთი გამოვიდა მეგობრებო, საკმაოდ გემრიელი გამოდის. ასე რომ ვეც მე. ნახე იყო ეს ბაზარებაში. ნახე ხო სადღაც აქციაში. Libresi. ხო, ნახე ინტერნეტში. მე მომწონს რომ ლირეთა. მინდა და კიდე გამესიჯა გუშინდელი ჩვენი ნაყინია, მეგობრებო. აბა მეორე ავიღო. სპეციალ დაინა, ეს იახდა, არის ესე. გემრიელია მე მომწონს. ვისაც ყავა უყვარს, ძალიან მოგეწონებათ. სიფში. უსნა გემრიელია. მაგერა მოსაგებდა. კაი კაცო. მოკლედ მეგობრებო, ვისაც გიყვართ, ნაყინი კიდე და ყავა, მოგეწონებათ ამის ნაყინიც.
ძალიან გემრიელი გამოვიდა სხვათა შორის. უბრალოდ ყავა და შაქარი და წყალი ავთქვით მეტი არაფერი. არის უკვე
კანიმასთვის და იოგურტი. და მიგცე მირაკეს მაწონი არ მინდაო. ჭამოს გუში ხო და ჭამეს მაგათ მე იოგურტები ჭამოს. არ უნდა თქო არა ეს კანიმამი მასკა თავისთვის ხო აიყო ეს იმენა პერსიკ. არა უშავს კაცო, я же им купила после этого еще вчера. Вчера не били. მაწონი არ მინდაო, ჯერ მითხრა კი შევჭამო, მე არ მინდაო. გუში და ეს მაგათ წარბების გარეშე ხო ცოტა შეჭამოს და მე და საკიდე. Один раз покушай, да потом не пускай. მე ყოველ დღეს შევჭამ. სამი ყურს. ჩვენთან სოფლში ბებიას რო არ ქონოდა ლობიო ჭადი ჭამხომი ვარიანტი არ არის ყოველ დღე თვითონაც უყვარდა ესე კიდე. ხო კი და იმქედა მომსდევს მეც კიდე ჭადი და ყოლა მიყვარს სწავლად. ლობიოც მარა ჭადი და ყოლა რა ვისწავლოთ. პირველად ღვინო გვაქვს შავი ქვეყნის ო, რა კარგია რომ ისე გამიხარდა. 2-5 ლიტრიანი მეორე საიდან? მანამდეც მაგათი მოცემულია დედებს ხო კი ისიც დებს სავსე და ეს ახლა ახალი ნეურო თუ მომცემს ნეურო სამარ გამოარჩა. შავი არ გამოართვა მარტო თუ მოგცა თეთრი და თეთრიც 1/5-ზე მეტი არ წამოიღო არა, მაგდენი არც ერთი. 1-3 ლიტრიანი კი არის ბალონი სავსე თეთრი და უფრო ჭაჭა თუ იქნება ნუ ხო რა. ხო შეთე რიკორებისთვის რაღაცებისთვის და აღარ ვიცი თვითონ წურავს კიდე თუ არა. ნელო ნელო გასწურავდა თვითონ წურავდა. ამას ყველაფერს თვითონ აკეთებდა აპარატუნებს ბაშოს ისა გადალის პროექტი უნდა გავიქი გავატანე. ხო ვიცი კი. ასეთი ამბები ჩემო კარგებოდა ძვირფასებო. რომ მეუბნებით ხოლმე ზოგჯერ დაასტოპეო და დიდხანს ერთი და იგივე არ გვაჩვენო და განაი წარმოიდგინეთ ყოველდღიურად რომ გაჩვენებთ ვიდეოებს, მაინც ახლა განა რა უნდა აკეთოს ადამიანმა ერთი ბინის ფარგლებში ისეთი რომ ყოველთვის ახალ-ახალი რაღაცები შემოგთავაზოთ. ეხლა უბრალოდ გაიფიქრეთ, თქვენ რას აჩვენებდით ყოველ დღე? 5 წელი უკვე ვიღებ ვიდეოებს ყოველ დღე. აი მე არ მახსოვს რაღაცა დღე, ნუ ძალიან წელიწადში შეიძლება 3 დღე არ გადავიღო ვიდეო. დანარჩენი ყოველ დღე ვიღებ. თქვენ თვითონაც ხო ხედავთ? აი რა უნდა გადავიღო ახალ-ახალი. წარმოიდგინეთ. არა. ერთი და იგივეს რატომ გაიშვენებო დიდხანს, ერთი იგივე პროცესი და აი წარმოიდგინეთ რა ვიდეო უნდა დავდო ისეთი რომ სხვადასხვა პროცესები გაჩვენოთ ბევრი. უბრალოდ წარმოუდგენელია თქვენ თვითონაც რო დაფიქრდეთ. თან როცა ოჯახი ყავს, ბავშვები ყავს, ახლა არავინ რო არ მყავდეს, ბავშვების დევნა რო არ მიწევდეს და გაკვეთილების კეთება და რაღაცა კიდე გავიდოდი ქალაქში, რაღაცას ვისეირნები, რაღაცა ისედაც დავდივარ, რამდენი შემიძლია და მეთი ახლა დავც ზოგადად მეუბნებიან ხოლმე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ბლოგი მაქვს, რადგან ამდენი ვიყურებთ. აი ესე მგონია მე. სულ ცოტა ხანში აიამხელა 1000 და სულ რაღაცა 1080 ადამიანი და 30000 გამომწერი მეყოლება. სუპერ. ახლა იქნება ზაფხული არ გადაგები წასვლა მისვლა მოსვლა და იქნება ახალი ვარიანტები. გაზაფხულით ეუნა ერთად გავიდეთ მუზეუმის პარკში, რომ იმით პარკია რა ვიცი. მაგრამ ცუდი ებარი რომ ხელა პარკში არაფერი არ
გაზონებზე. იმ ხელაში ქცია ნუ ეს ასაში თქვა თუ არ იქნება იმდენი საფრთხელი იქნისად მიმსვლელი საფრთხისკენ უფრო შეიძლება რომ გახსნა რაღაცა დროებით ისინი სავალირო იყოს რაღაცა ჯიხურები რაღაცები ეგრე არ შეიძლება კაცო იქნება და ხდება. დამსული. არ არის. ჭადები ლობიოს სალათა შეხედეთ რა ლამაზად გამოიყურება და უსასწაულესი ყველი რომელიც დღეს ვიყიდე და რა თქმა უნდა შავი ღვინო გებრიელეთ მივსვით შემოწირფასებო. ძალიან წარმატებულ დღეს გისურვებთ. ძალიან მიყვარხართ, აბა თქვენ იცით. ყველას პოზიტიურ დღეს გისურვებთ. მიყვარხართ ძალიან და იმედია ყველაფერი ყველას კარგად ექნება. მადლობა და აბა თქვენ იცით. დროებით